ხელთათმანი Land Ultra DK არსებობს ამ ხელთათმანის მოკლე ყელიანი ვერსიაც. აქ როგორც ხედავთ, გვაქვს ძალიან მაღალი ყელი. ესენი ძალიან მიყვარს და ვაგროვებ ამებს, თუ გადასაგდები გექნებათ მომეცით. ძალიან მარტივად ვაყენებ ხოლმე, მოკლედ მიკროფონს ჩაფხუთში აი ამ რეზინებით. ძალიან რბილი არის, ხელზე უკომფორტულესია. იმასაც ვიტყოდი, რომ ალბათ ეს არის ყველაზე თბილი და ყველაზე კომფორტული ხელთათმანი. ბობადი ხელთათმანების გარდა, ანუ არსებობს კიდე ხელთათმანები, რომელშიც შიგნით ელექტროენერგიით, პატარა ვოლტაჟით რა თქმა უნდა თბება. გვაქვს D3-ო დაცვა. ერთი შეხედვით უბრალოდ ჩვეულებრივი ხელთათმანი არის და ხდება ალბათ დაგაინტერესებთ რატო რის გამო ვამბობ, რომ ეს ხელთათმანი არის ძალიან დახვეწილი. პირველ რიგში ის, რომ თხის ტყავი არის 85%, პოლიესტერი და პოლიურეთანი. შიგნით გვაქვს ფიქსირებული, ანუ არა მოხსნადი რა თქმა უნდა, შიდა ფენა, რომელიც 80% პოლიესტერი არის, 20% პოლიამიდი. გვაქვს thin down-ი, არის ძალიან თბილი და საკმაოდ კომფორტული მასალა, ძალიან დამყოლი და რბილი მასალა, იმისთვის რომ ხელთათმანი არ იგრძნობოდეს ხისტად, როგორც მაგალითად სარბოლო ხელთათმანები არის ხოლმე თავიდან. რაც შეეხება დაცვას, 100%-ით ტყავი ხელის გულზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც იცით, გასრიალებისას სამწუხაროდ ძირითადად ასე ეჯახება ხოლმე ხელი ასფალტს. ხელის გულზე დამატებითი მატერია იმისთვის, რომ უფრო მყარი იყოს და დიდ დისტანციაზე შეძლოს ხეხვა ხელის გახეხვის გარეშე და D3-ო დაცვა მუშტის არეალში. რაც შეეხება ერგონომიას, როგორც შეეფერება ასეთ ხელთათმანებს, გვაქვს ერთი დიდი ფხრიწით ჩამკეტი და მეორე დამატებით, რომ აი ამ ადგილას მაჯაზე კარგად მოირგოთ, დამერწმუნეთ ზამთარში ძალიან კომფორტული არის ხელთათმანები, რომელსაც აი ეს შესაკრავი აქვს, იმიტომ რომ აი აქ თუ კარგად თბილად მოიჯინე ხელთათმანი, ბევრად უფრო თბილად და კომფორტულად გრძნობ ხელს. და რა თქმა უნდა, ხელის გულზე სენსორი იმისთვის, რომ მობილურთან შეძლოთ მარტივად ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მუშაობს იდეალურად და ზოგადად გაითვალისწინეთ, ვისაც მოლოდინი გაქვთ, რომ აი ესეთ ხელთათმანებს ან თუნდაც ზაფხულის ან რომელიმე ხელთათმანს იყიდით და ისეთი გრძნობიარე იქნება ეს, რომ თითივით იხმართ, არ არის ასე. $1,000,000-იანი ხელთათმანიც რომ მოიტანოთ ნებისმიერი ბრენდის 100%-იანი თითივით მგრძნობელობა, რა თქმა უნდა, ამას არ აქვს. თუმცა ფიურიგანი ჩემი აზრით ამ ხრივ გამორჩეული არის, იმიტომ რომ მე ეს მეოთხე ხელთათმანი არის, რაც ფიურიგანის მაქვს და ყველა ხელთათმანზე ძალიან კომფორტულად ხმარობ ხოლმე სენსორს, თუმცა არ მიხმარია ისე როგორც გლოვები და ვოლტები ხმარობენ, ამიტომ მაგ სიხშირით და მაგ სიმძაფრით, რა თქმა უნდა, თავს ვერაფერზე ვერ დავდებ. და დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ უკვე შემოგთავაზებთ კონკრეტულად ჩემ აზრს ამ ხელთათმანზე, რომ გითხრათ ზუსტად თქვათ, არის ისეთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ რამე არის ისეთი, რაც თქვათ სიტყვაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ტყუილა არ იყიდოთ, ვისაც თქვათ სიტყვაზე ცოტა პრემიალური ხელთათმანი გინდათ. შეიძლება ბევრისთვის უბრალოდ საჭიროც კი არ იყოს ესეთი ხელთათმანი. პირველი რაც თავში მომდის აზრად არის, რომ აი დარწმუნებული ვარ, ზიანი დღე არის. დარწმუნებული ვარ, რომ დამცხება რა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ხელთათმანი არ არის საშუალო ამინდისთვის 100%-ით ზამთრის, ანუ ცივი ამინდის, სველი ამინდის, ქარიანი ამინდის ხელთათმანი. ხელზე დამატებული გვაქვს პატარა რეზინის ზოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭეზე კარგად მოჭიდებას და რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვი, დამატებითი ლეიერები, ფენები ხელის გულზე, რომ გასრიალებისას მარტივად არ გაიხეხოს. ეიკმაზე მაჩუკა მილანში გამოფენაზე ფიურიგანმა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ეს ფიურიგანის all-road-ი, სწრაფი ჩამკეტი. ხედავთ, რომ ძალიან მალევე უჭერს ესე თასმებს, რომელიც ძალიან გამძლე და რა თქმა უნდა უწვრილესი არის, როგორც მოტოფეხსაცმელებზე ხდება ხოლმე. უკუღმა დაატრიალებთ და გაიხსნება და მერე შეგიძლიათ უმარტივესად გახსნათ ფეხსაცმელი და ჩაიცვათ. რა თქმა უნდა, უთბილესი, წყალგაუმტარი, უკომფორტულესი, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ამ ფეხსაცმლის რაც არის გახლავთ მიშელინის ძირით, რა თქმა უნდა D3-ო დაცვებით, რა თქმა უნდა დაცვები ყველგან, ყველაფერი აბსოლუტურად შეესაბამება ფიურიგანის დონეს. და ნუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მაღალი ყელი აქვს და აი ამ დამატებითი ფხრიწით ესე ულამაზესად შეიკრავს და ძალიან დაცული იქნებით სველ და ცივ ამინჩის. მე ფიურიგანის get down-ს ხმარობ დიდი ხანია, ნუ არც თუ ისე ცოტა ხანია, წელი მაინც იქნება ალბათ და ძალიან კმაყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო თბილი და კიდევ უფრო კარგად მორგებული იქნება ამ თბილისის წუწაობა ამინდებზე. სიჩქარის გადამრთველზე დამატებითი ტყავის მატერია, იმისთვის რომ არ გაიხეხოს და არ გაიქლისოს და რა თქმა უნდა ეს მატერიას თავისებური არის, სპეციალურად მომზადებული ამისთვის. მოკლედ ერთი შეხედვით ძალიან კარგი ფეხსაცმელია და ხმარებაშიც გეტყვით როგორი იქნება, საოცრად გამოიყურება და ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს მოტოფეხსაცმელი არის, იმიტომ რომ გავს ჩვეულებრივ ქალაქის ფეხსაცმელს ყველგან ჩაიცვა ამას მოტოს გარეშეც. ესეც ქურთუკი, ADAX-ი, ეს მოდელი ორ ფერში იწარმოება. გვაქვს ესე იგი კაპიშონს, რასაც ვეძახით, ქუდი, რომელიც მოხსნადია.
ძალიან ლამაზი არის და ძალიან თბილია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შიდა ფენა, რომელიც სრულად იხსნება. სხვათა შორის აი რბოლას ნიკას აქვს ეს ქურთუკი ნახმარი, მე მგონი სეზონზე მეტია და იმდენად თბილი არისო, რომ ძალიან თუ არ ცივა ამ შიდა ფენას ხსნი ხოლმეო. თუმცა შიდა ფენის მოხსნის შემდეგ ზომა ცოტა ოდნავ თითქმის ერთი ზომი დიდად გექნებათ, ამიტომ გაითვალისწინეთ, ვისაც ამის გარეშე გინდათ ხმარება, შეგიძლიათ უბრალოდ ერთი ზომით, ანუ ამის გარეშე მოიზომოთ, რომ ზუსტად გაიგოთ თქვენი ზომა რაც არის, რასაც მე სტაბილურად უფრო ხშირად იხმართ. რა თქმა უნდა, მხრებში და იდაყვებში დესამიო დაცვები, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის შესრულება, წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი მატერია, თუმცა სუნთქავს ესაა მთელი მუღამი, რომ არ ჩაოფლიანდეთ, გვაქვს საჰაეროები კერძთან 2 ჯიბე იხსნება, რომელიც ჯიბე არ არის და ბადეა ამორს შეხსნით და ზურგზე აქვს როგორც ჩაფხუტებს აქვს უკან სპოილერებში ჰაერის გამომავალი, აი ესეთი ჰაერის გამოსაშვები. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პროდუქტი Furrigan-ის აი ეს ADAX-ის ქურთუკი არის. რა თქმა უნდა, ამრეკლები თქვენი უსაფრთხოებისთვის, რა თქმა უნდა, Humax-ის მემბრანა შიგნით რო კანმა ისუნთქოს და არ ჩაიწვათ, რა თქმა უნდა, იდება დესამიო დაცვა საზურგესთვის, რომელშიც level 2 მიდევს, მოვიტანე ჩემი მეორე ქურთუკიდან. მოკლედ, იდეალური ქურთუკი თუ გინდათ, მოურიდებლად ვიტყოდი, რომ ეს არის ADAX-ი, Furrigan-ის ADAX-ი, რომელიც გარდა იმისა, რომ საოცრად დაგიცავთ და საოცრად გაგათბობთ, არის სასწაულად კომფორტული და საერთოდ არ გავს მოტო ეკიპირებას და გამოიყურება აი ას. ვინ მიხვდება, რომ ეს არის მოტო ეკიპირება? ვერავინ. მე მგონი ეგ არის. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა Furrigan-ს, რა თქმა უნდა, პრაქტიკაშიც ნახავ როგორი არის და ძალიან დიდი მადლობა რბოლაჯის, რომელმაც მომცა საშუალება უკვე მესამე დრო იქ მას დავსწრებულიყავი და ყველაფერი ჩემი თვალით მე ნახა თქვენთვისაც გამეზიარებინა. საკმაოდ მზიანი დღე არის. ვიმოძრავოთ, იმიტომ რომ ძალიან ჩავიოფლე და ძალიან შემაწუხებელია უკვე თუ არ ვიმოძრავეთ ამ ამინში უბრალოდ შეუძლებელი არის ამის გამოყენება. რაღაცა დევს ჯიბეში. სწორად როგორ უნდა მოირგო, მოკლედ რაღაც ინსტრუქციები, ალბათ უფრო ზომასთან დაკავშირებული. დესამიოს რაღაც ბუკლეტი, სადაც რაღაცებია ახსნილი, რომელსაც აუცილებლად გადავხედავ. ან არ გადავხედავ. ინფორმაცია Humax-ის მემბრანის შესახებ, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, საოცარი საშუალება იმისთვის, რომ თბილად იყოთ ისე, რომ არ ჩაიოფლოთ. ჩემი საყვარელი Furrigan-ის ლოგო, რომელსაც აუცილებლად დავიკრავ. ძალიან მადლიერი ვარ ამ ბრენდის და უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან დიდი რეკომენდაცია ჩემგან. და წავედით გიოსთან, რაღაცა უცნაური უნდა გავუკეთოთ აი ამ მოტოს და მინდა რომ თქვენი თვალით ნახოთ. ძალიან არ დამცინოთ და არ მეჩხუბოთ. ცოტა სიგიჟე არის, მაგრამ რატომღაც მაინც მომინდა დატესტვა, თუ არ ივარგებს და მე მგონი რომ საბოლოოდ მაინც მოხსნი, მაგრამ ქალაქი დამაპირებ გასვლას და უბრალოდ სხვა ვერსია, სხვა გამოსავალი ვერ მოვიფიქრე. თუ რაზეა საუბარი, ამას შემდეგ ვიდეოში ნახავთ. გვეყოთ ლიკინი, დიდი მადლობა Furrigan-ს, მადლობა რბოლაჯის, მადლობა თქვენ. რამატრაკოცობა იყო, ეხა ეს რანაირად დავამაგრე, სარკე რანაირად გავწიე წინ, რომ დამჯდარიყო ჰორიზონტალურად. გეგონოთ რომ ეს მოკლეა. მოტოზე რო ზიხარ, რა თქმა უნდა, ქურთუკის ზევითად ისევე როგორც შარვალი და შარვალშიც მუხლის დამცავი და ამაშიც იდაყვის დამცავი ისეა გათვლილი, რომ დაждები მოტოზე და რანაირადაც წავა ეს ოდნავ ზევით, აი იქ უნდა იყოს ზუსტად რა, ზუსტად უნდა გაждდეთ, მოკლედ იდაყვის დამცავი დესამიო იდაყოზე. მაგრამ მე იტყვით რომ აქ რატო რჩება ეს არიელი ადგილიო, იმიტომ რჩება რომ აი იდეალურად ავსებს ერთმანეთს, აი იდეალურად და მალევე უნდა დავიზრათ, იმიტომ რომ მზეზე ვდგავარ, ჩაფხუთში ვსაუბრობ და შეიძლება სად არის ჩემი მობილური? აუ ხო არ გადავა, უკან შემიდია. ეს არის ჯიბე, ჩვეულებრივი ჯიბე და ეს არის ზურგზე, აი ეს არის ზურგის ჯიბე და შემთხვევით აქ ჩამიდია მობილური, ვეძებდი მეთქი სად არის და გავიხადე და თავიდან ჩავიცვი, ხო არ გადავა. აუცილებლად დაგჭირდება თავიდან მიჩვევა, იმიტომ რომ ეს ხელთათმანი ისე პუტკუნად იგრძნობა ხელზე და ისეთი სხვანაირია, მით უმეტეს ჩემი სარბოლო უთესლესი ხელთათმანისგან განსხვავებით, რომ აუ სულოდნავ რომ მოვწევ კლაჩს, ეგრევე ბოლომდე კეცავს, იმიტომ რომ თითს და თვითონ აი ამ კონუსის გადამრთველს შორის, ანუ სახელურს შორის ხელთათმანის ფენა საკმაოდ სქელია. მაგრამ აი ძალიან რბილი არის, ძალიან. დამოღამება დაჭირდება, ანუ იმის მოლოდინი არ ქონდეთ, რომ ზაფხულის ხელთათმანებთან შიშველი ხელივით იგრძნობთ. საკმაოდ ბევრი კონტენტი გადავიღე და სიმართლე გითხრათ, მაგრამ მომბეზრდა უკვე მაგეების ჭრა დაკეთება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის, აი ყველგან ვიყავი, თუ რაიმეს, თუ რომელიმე ბრენდს ქონდა იქ თავისი კუთხე, აი ფაქტიურად ყველგან ვიყავი რა. მომწონს, არ მომწონს, მაინტერესებს, არ მაინტერესებს. რამოდენიმე ძალიან ღირს შესანიშნავი რაღაცა იყო, რაც მინდა რომ
ხაზგასმით აღვნიშნო, რაც მე ყველაზე მეტად მომხვდა გულზე ან კარგად ან ცუდად, მაგრამ ნუ რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება პირველ რიგში ეს იყო ZX-10R და RR ახალი მოდელები, რომლებიც ფაქტიურად ZX6R-ის ბოლო მოდელის, ანუ 1.11 თაობის კოპია ვარიანტი არის, უბრალოდ მასაა ცოტა დიდი, ანუ მოცულობა არის თვითონ აი ამ ცხვირის უფრო დიდი, თორე ერთ-ერთში იმეორებს, აი აბსოლუტურად ერთ-ერთში იმეორებს ZX6R-ის ვიზუალს, აი ერთ-ერთში. და ფრთები აქვს დამატებული, რომელიც აი ისე მაგრა უხდება, რომ დარწმუნებული ვარ, რომ პიუიგი თუ არ იზავს და თუ არ გამოუშვებს მაგ ფრთებს ZX6R-ებისთვის, 1.11 თაობისთვის, ანუ ეხლა რაზე ვარ ამის შემდეგი თაობისთვის, ახალი ZX-10R-ის, რომელიც მისი კოპიაა და აქვს ფრთები, იმ ფრთებს თუ არ ვინგლეტებს თუ არ გამოუშვებს, დარწმუნებული ვარ, რომ რომელიღაცა ჩინური კომპანია, აი ძალიან ძონძი მასალისგან დაამზადებს მაგას და როგორც ის სტელსები იყიდებოდა და ეხაც იყიდება აი ფრთასავით პატარა სარკეები, რომელიც არაფერი ჩანს, მაგრამ ხალხი მაინც ყიდულობს და ძალიან წარმატებით იყიდება და რავი, ზოგჯერ $3 ღირს და მაინც ყიდულობს ხალხი და არაფერი არ ჩანს და იმტრევიან და მაინც მოწონთ. აი 100% დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცა, რომელიღაცა ჩინური კომპანია, რომელიღაცა გუშინ გაჩენილი კომპანია, სახშირო 3D პრინტერი აქვს, მაგითი წავა და დაბეჭდავს და გაყიდის ძალიან წარმატებით რა. იმიტომ რომ ეგ ვინგლეტები იყო აი ულამაზესი. ეგრე მაგრამ მოუხდეს რაიმე დიზაინს. ესეთი პატარა ჩარევით ახალი მოდელი გააზრო, რომელიც ესეთი განსხვავებული და ესეთი აგრესიული და ესეთი ლამაზია, მე აი ძალიან იშვიათად რომ მახსენდებოდეს არა და წლიდან წლამდე ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვადევნებ ხოლმე თვალყურს ამ სფეროში რა ხდება, ვინ რას უშვებს ახალს. ბიჭო, საკაიფოა ძალიან რა. თბილია ძალიან. ძალიან, აი ვიტყოდი რომ ცოტა ზედმეტადაც კი. კიდე სხვათა შორის აი იმ წინა ხელთათმანს, რომელსაც მე სკუტერზე ხმარობდი საკმაოდ დიდხანს, შედარებით იაფიანი ვარიანტი იყო, ძალიან კაი იყო, ისიც არ მინდა რომ ისე გამომივიდეს, რომ ეს თუ არ გაგზამთარში ვერივლი. ანუ რავი, ძალიან მაგრად ვიხმარე, ისიც ძალიან მაგრად ვიხმარე ALM-ის ზამთრის ხელთათმანი, უბრალოდ, ნუ აი შედარებაც არ არის, ხა ეს იმდენად უფრო მეტად კომფორტული და რბილი და დამყოლი და თბილი და სასიამოვნოა ხელზეც რა. ნუ ამ მართვაშიც შედარებით უფრო ხისტი იყო, ეხა სკუტერზე შეიძლება მარტივად მოკიდო ხელი და აი აქ რო გჭირდება აი ეს რო გჭირდება, აქ ბევრად უფრო მეტი ეს გაქვს, ვიდრე იმ ხისტ შედარებით იაფიან ხელთათმაზე, რომ ბუნებრივია, იმიტომ რომ იქ გამოყენებული მასალაც განსხვავებული არის შედარებით იაფიანი და ვერ მოთხოვ ეხა 3 მაგირო ღირს ხელთათმანი. უბრალოდ მესამედი რო ღირს ხელთათმანი იმას ვერ მოთხოვ, რომ იგივენაირი იყოს როგორც მაგალითად ეს. ნუ ეს ძალიან ბუნებრივია და ალბათ არავის არ გვიკვირს. ქურთუკში პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დამცხა, ნიკას რჩევა უნდა გამეთვალისწინებინა. ნიკამ მითხრა, რომ ძალიან თუ არცივა, შიდა ფენა აუცილებლად მოხსნილი უნდა კონდეს, თორე დაგცხებაა, მხოლოდ ერთი ფენა თერმომაცვია და ზევიდან ფიურიგანის მაისური, მეტი არაფერი აბსოლუტურად ტანზე და აი ძალიან ცხელა. ამიტომ არის ესე გენიალურად მოფიქრებული, რომ ეს არის 3 სეზონის ქურთუკი. საჰაეროები გახსნილი მაგ ქურთუკზე, მაგრამ მაინც ძალიან ცხელა. 3 სეზონის იმიტომ არის, რომ შეგიძლიათ მოკლედ აი ამ ზემოთხსენებული შიდა ფენის მოხსნა და ჯიბეების გახსნა დაკეტვა, რითიც საგრძნობლად იცვლება ის თუ რა ტემპერატურაზე და რა სეზონზე არის მისი გამოყენება შესაძლებელი. აი ძალიან ნაადრევ გაზაფხულზე თუ იხმარ და უკვე გვიანი შემოდგომიდან, იმიტომ რომ ახლა მაგალითად ძალიან ცხელა რა, ტანზე აი ძალიან ცხელა. ძალიან აი ეს ჩვენი Dyson-ის ფენის ხმიანი მოტო, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე იყო ნამდვილად. განსაკუთრებით, როცა ქალაქიდან გავდივარ, ბრუნს ვერ ვგრძნობ საერთოდ. სად ვარ ვერ ხვდები თუ არ დავხედე შიფტერის ინდიკატორს და აქ ვუყურო, რომელ სიჩქარეში ვარ, რა უბედურებაა. ნუ გადმოჩვევა მინდა რა, ცოტა დრო დაჭირდება მაგას. ეხლა მგონია, რომ ზამთარში შემიძლია ქალაქგარეთ ჩვეულებრივად ვიარო. უბრალოდ აი საბურავს არ ექნება მოჭიდება და მაგ მხრივ, ნუ აი ძალიან ჩათვალეთ, რომ აი 10% სიამოვნება უნდა მიიღო იმისი, რაც სპორტით შეგიძლია, რომ ის სიამოვნო სეზონზე და თბილასვალზე, თორე აი შეციების ტემპერატურის მხრივ, რავი, აი ჩვეულებრივად ივლი ყველგან. განა როგორ უნდა აცივდეს, ხა თბილისში არ არის ეგეთი კაცრი ზამთარი, რომ ამან ვერ გაგიძლოს რა.
რა ლამაზია საკუთარი თავის სარკეში დანახვა. ხო არ ღადაო ბიჭო. რაღაცა ახალი მუღამი მომეცა ამ სეზონზე. მით უმეტეს ეს მაყუჩიც უკვე გვაქვს და რაღაცა უაზროდ არ დავჯანიმდებით და ახალი მუღამი და ახალი პოროხი მომეცა ამ სეზონზე გასართობად.